აქცია კონცერტი ჩვენ ვირჩევთ ევროპას გაიმართება დღეს თბილისში ევროპის მოედანზე. აქციის ორგანიზატორი 115 არასამთავრობო ორგანიზაციის გაერთიანება საქართველოს ეროვნული პლატფორმაა. 6 საათზე დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას მუსიკოსები და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიღებენ. აქცია კონცერტის დეტალებს უფრო დაწვრილებით ახლა ქეთი ბოჯგუა გაგვაცნობს. ქეთი გისმენთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ევროპის მოედანზე, სადაც როგორც თქვენ ხედავთ და გესმით უკვე დაწყებულია მზადება კონცერტისთვის. აქ დამონტაჟებულია სცენა, სადაც იმყოფებიან მუსიკოსები და ისინი ემზადებიან დღევანდელი საღამოსთვის, როდესაც უნდა გაიმართოს აქცია კონცერტის სახელწოდებით ჩვენ ვირჩევთ ევროპას. ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ დღევანდელი აქციის მთავარი სათქმელი არის ის, რომ პოლიტიკური თუ სხვა განსხვავებების მიუხედავად საქართველოს მოსახლეობას უკვე აქვს გაკეთებული არჩევანი და ეს არჩევანი არის ევროპისკენ სვლა და ევროინტეგრაცია. ეს იქნება ერთი მხრივ აქცია კონცერტი, რომელიც მიმართული იმისკენ, რომ 115-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთად აკეთებს ამ ღონისძიებას და ჩვენი მიზანია ხაზი გაუსვათ იმას, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და რომ ამ არჩევნის ერთგული რჩება. ასევე თქვენ მოისმენთ სასიამოვნო მუსიკას, იქნება კარგი საკამო, ყველას გეპატიჟებით 6 საათზე რიხეზე. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა და საქართველოს მოქალაქეები ვერთიანდებით ერთი საერთო იდეის გარშემო, ეს არის ის, რომ ჩვენ ყველანი ვირჩევთ ევროპას. მე ვფიქრობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბევრი ადამიანი მოვიდეს ამ აქციაზე, რადგანაც იცით, რომ გარკვეული დროის განმავლობაში არიან ასევე ჯგუფები, რომელსაც კითხვის ნიშნები გააჩნიათ ამ მიმართულებით. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველამ უნდა დავანახოთ ის, რომ ჩვენ ვართ ერთნი ამ იდეის გარშემო. მთავარი მიზანი ამ აქციის არის ის, რომ ვაჩვენოთ მთელს მსოფლიოს და პირველ რიგში ალბათ საკუთარ თავს, რომ ჩვენ ყველანი განვრჩევათ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებისა თუ გემოვნებისა ვერთიანდებით იმ იდეის გარშემო, რომ საქართველოს არჩევანი არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპა. ევროპის მოედანზე დაგეგმილი აქციის გარდა დღეს ასევე დაგეგმილია მთავრობის კანცელარიის წინ კიდევ ერთი აქცია, სახელწოდებით არა კოლაბორაციონით, რომელსაც საზოგადოება ივერია გამართავს. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ქეთი ბოჯგუა საუბრობდა.